მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. მე ვარ თუში ზემო ალვანიდან რევაზ ორბეთიშვილი. ფოლკლორული ანსამბლი კესელოს ხელმძღვანელი. წილად ხვდა დღევანდელი გადაცემის სამყანობა. გვაქვს ძალიან ლამაზი ისტორიული ადგილი, რომლის სანახავადაც ძალიან ბევრი სტუმარი ჩამოდის. მართალია დღეს ბარში ვართ, ზამთარია და თუშეთში ვერ გაგიმასპინძლებით. მაგრამ მოვა ზაფხული და ყველანი ვნახავთ იმ ლამაზ ადგილს, ლამაზ თუშეთს. ეხლა ჩვენ ვიმყოფებით ალვანის 9 კარაზე. ეს არის მე-16 საუკუნის დარბაზი, რომელიც ლევან მეფემ გააკეთა. სარიტუალო დარბაზი იყო. აიქით გვერდზე არის იოანე ნათლისმცემლის ბაზილიკა არის მერვე მე-9 საუკუნის და გუმბათიანი ისევ მე-16 საუკუნის. ნებისმიერი სტუმარი რომ მოდის ალვანში აუცილებლად ამოყავს ხოლმე აქ, იმიტომ რომ ჯერ ერთი ისტორიაა ხალხო და მეორეც კიდე ხედია ძალიან ლამაზად. ალაზნის ველი ჩანს თავისი ორი ლამაზად დაპლანული თუშური სოფლებით, ზემო და ქვემო ალვნებით. აქედან გადავინაცვლოთ ლამაზ ოჯახში, სადაც გავამზადებთ 3 თუშურ გემრიელ კერძს. აბა წავედით. ვიმყოფებით ქვემო ალვანში ბაკურიძეების ოჯახში. მასპინძელი არის ნატა. ნატა, გითხარი, რას ვამზადებ დღეს?
მოგესალმებით, ეს არის თუშური კერძი გორდილა, რომელიც შედგება ფქვილისაგან და მცირედი სოდისაგან, იზრდება ცივი წყლით და მოდი ჩვენს მაყურებელსაც მოვუყვეთ გორდილას ისტორია. თუშები მომთაბარე ხალხი ვართ და ძალიან ადვილი და სამზადებელია გორდილა. სადგურს გამოაცხობ, მე უნდა ამოვიდეს ის ცომი დაელოდო, ამ დროს სხვარი მიდის და ძალიან ადვილი იყო თუშებისთვის. უცბად გორდილას მოზელავ, ცხელწყალში ჩაყრი და რამოდენიმე წუთში მზად არის. იქვე თუშური გუდის ყველი, იქვე ერბო და კუჭის მაძღარია. გაყევი ცხვარს. ძალიან კარგია მაიტა. ვიღებთ ცომის პატარა გუნდას, ვაძლევთ მათ ხელში რგვალ ფორმას და ვუკეთებთ შუაში პატარა ნასვრეთს, რადგან აფუებისას, მოხარშვისას ჰქონდეს თანაბარი სტრუქტურა. გორდილა თქვენი ძლიერი მხარე ნამდვილად არის. რა კერძი გიყვართ თქვენ? ცომი რა კაცის საქმეა, ნატა. ყავრომას ვამზადებ ძალიან გემრიას. ნუ რა თქმა უნდა. ხორცი რო იყოს კი ბატონო, მაგრამ ცომი და მამაკაცი ცოტა შორს არის. კი ბატონო, მამაკაცებს ხორცი ურჩევნიათ ყოველთვის. ახლა ჩვენ ავადუღებთ წყალს. ჩავყრით ცოტაოდენ მარილს და მოვხარშავთ გორდილას. როგორც კი ზომა შეიცვლის და ზომაში ოდნავ მეტად გაიზრდება, ჩვენი გორდილასაც ეყოფა. ესეც ასე მომზადდა ჩვენი გორდილა და მოვიდა დაგემოვნების დრო. გავსინჯოთ. ისე სხვათა შორის ხელით იჭმება, მაგრამ ეხლა ცხელია გორდილა და ამიტომ ვეცდები ჩანგლით გადავიღო. ერბო გვაქვს. აუცილებელია ერბო. თუ არა და გემრიელი არ იქნება. ნუ ვისაც ერბო არ აქვს, შესაძლებელია რომ კარაქითან ერთად მიირთვას. კარაქთან ერთადაც შეიძლება. და აქვეა გუდის ყველი, ცხრის გუდის ყველი, რომელიც საოცრად ხდება გორდილას. გავასინჯოთ. ძალიან გემრიელია. ერბოსთან და თუშურ ყველთან ერთად საუკეთესო გემოები აქვს გორდილას. მოხარშეთ სახში, გასინჯეთ და მიირთვით. კიდევ ერთხელ შევახსენებთ მაყურებელს, რომ მოსამზადებლად გვჭირდება მხოლოდ 3 ინგრედიენტი: ფქვილი, წყალი და მცირედი სოდა. გორდილა დავაგემოვნეთ. ეხლა გადავდივართ კოტორზე. იგივე ხაჭაპური. ნატა. მოგიყევი. რა გვჭირდება? კოტორიც არის, იგივე, რა თქმა უნდა, ტრადიციული თუშური კერძი. კოტორი მზადდება საფუარიციანი ცომისგან და დავარგებული ხაჭოსგან. ხაჭო მზადდება მოუხდელი რძისგან. ხდება მერე მისი დაძველება რამოდენიმე დღე. ასე დავდგავთ სითბოში, დავაფარეთ თავზე ნებისმიერ რამეს და ვაძველებთ რამოდენიმე დღე, სანამ მცირედად ფერს არ შეიცვლის ხაჭო. ცომი მზადდება საფუარისგან, მხოლოდ ფქვილი, საფუარი და ცოტაოდენი თბილი წყალი. ცომი უნდა იყოს ერთგვაროვანი, კარგად გადაზელილი, რომ ადვილად გვემორჩილებოდეს. თვითონ კოტორი მზადდება ჩვეულებრივ, როგორც ხაჭაპური. დებთ ხაჭოს უკვე გამზადებულ გუნდას კოტორში, კრავთ კარგად, რომ მე გამოცხობისას არ გამოვიდეს და დებთ ასე. ნატა, მე ვიცი, რომ შენ ხარ შეფ მზარეული. როდის გადაწყვიტე და ან ტურისტებთან კავშირი გაქვს, მოდიან თქვენთან და ძირითადად რა კერძებს თხოვდნენ ტურისტები? ხო, ჩემი სამზარეულოსადმი სიყვარული ბავშვობიდან დაიწყო, ვინაიდან რადგანაც ძალიან მიყვარს ჩემი ტრადიციული კერძები და შესაბამისად სახლშიც ძალიან ხშირად ვამზადებდით. აქედან გამომდინარე, მეც გამიჩნდა სამზარეულოსადმი სიყვარული. ჩემო პროფესიამ კი საშუალება მომცა, რომ ჩემი კერძები უფრო მეტად გამეცნო ხალხისთვის. ტურისტებთან შეხება საკმაოდ ხშირი გვაქვს, განსაკუთრებით თუშეთში და ძირითადად ყველა მოსვლის ტურისტს აქვს სურვილი, რომ შეუკეთოს ადგილობრივი ტრადიციული კერძები, რასაც დღეს ჩვენ ვამზადებთ. ესე იგი, უყვართ გორდილა, კოტორი, ხავიცი? კი ბატონო, კი და არა მხოლოდ თუშური, ასევე ქართული ტრადიციული სამზარეულოც. ასევე კოტორზე აუცილებლად უნდა ითქვას, რომ კოტორი თვითონ არის სარიტუალური კერძი, რომელიც მზადდება
აუცილებლად, როდესაც მივდიოდით ჩვენ ეგრეთ წოდებულ სალოცავში, ჩვენ ხატში. შესაბამისად, აუცილებლად ცხებოდა კოტორი, მიქონდა ის ანთელთან ერთად და როდესაც კოტორი ცხება, აუცილებლად იჭრება ის 4 ნაწილად და მისი სიმრგვალე აღნიშნავს მზის ფორმას. გამოისახება ჯვარი დაჭრის დროს და ეს ნაწილდება 4 კუთხით, რაც ნიშნავს, რომ ოთხივე კუთხის სალოცავების სადიდებლად არის ეს კოტორი გამომცხვარი. რეზოძია, შენ კითხვით წეღან, რომ ცომს დიდად არ წყალობ, მაგრამ მოდი ჩვენ მაყურებელს ვაჩვენოთ, რამდენად მარტივი მოზამზადებელია ჩვენი კოტორი. ამიტომ ეხლა მე თქვენ მოგცემთ ცომს, გაგეხმარებით მცირედი რჩევებით და ნახოთ როგორი კოტორი გამოგივართ. სადუ არ მიეკროს. აბა ვიწყებთ. კარგად გავაბრტყელოთ, არ დაგენანოს. მშვენიერი. შეგვიძლია ეს დავიხმაროთ. კარგი. საკმარისია. ესე ესე უნდა შევიკრო. კი, რეზოძია, კარგად მიეხმარეთ ხინკალივით, აბსოლუტურად. ჭიდროთ. თავარია თავი კარგად შევკრათ, რომ ცხობისას არ გამოვიდეს. კარგია. შვენიერი. ცოტაოდენი დახმარების შემდეგ გამოვიდა ზუსტად ისეთი, როგორიც უნდა იყოს. მოდი ახლა ჩვენ ეს გამოვაცხოთ, თან დავიწყოთ ამის ცხობა. როგორც წეღან აღვნიშნე, ამას ვაცხობთ ყოველგვარი ცხიმის გარეშე, უკვე კარგად გახურებულ ტაფაზე და გამოცხობის შემდეგ სურვილისამებრ ვუსმევთ ერბოს ან კარაქს. დავაგემოვნეთ კოტორი, უგემრიელესი იყო. ეხლა გადავდივართ ხავიწის, ანუ დათხურის გამზადებაზე. კი ბატონო. ესე იგი, რადგან თუშეთის და თუშების სამზარეულო მთლიანად აგებული იყო რაც შეიძლება მეტ სიმარტივეზე, რადგან ხშირად უწევდათ გადაადგილება და შესაბამისად უნდა ჰქონოდათ მარტივი და აუცილებლად ძალიან სუყესაჭმელი, რომ მთელი დღე ზოგჯერ რამოდენიმე დღე გადავლით უწევდათ სიარული, შესაბამისად ჰქონდათ ძალიან მარტივი და ძალიან სუყე კერძები, ამიტომაც არის თითქმის ყველა კერძში ვიყენებთ ელბოს, ძალიან ხშირად ვიყენებთ ხაჭოს და ხორცს. ხავიწიც, როგორც სხვა ყველა თუშური კერძები არის უმარტივესი, გვჭირდება მხოლოდ რამოდენიმე ინგრედიენტი. რა თქმა უნდა, ერბო და როგორც წეღან აღვნიშნეთ, დაძველებული, დავარგებული ხაჭო. დღეს ჩვენ ხავიწს მოვამზადებთ ოდნავ განსხვავებულად და კიდევ უფრო ძირძვერი მეთოდით, როგორც ჩვენი წინაპრები ამზადებდნენ. ამისათვის გამოვიყენებთ ცოტაოდენ ქუმელს. აქვე მაყურებელს ავუხსნი ქუმელი არის მოხალური სიმინდი და ქერი ერთად. იხალება, შემდეგ წმინდად იფქვება და ვიღებთ ასეთ მოყავისფრო მასას. ქუმელთან ერთად გამოვიყენებთ ჩაწოლილ რძეს. ეს არის იგივე მჟავერძე, რომელიც სპეციალურად ამ კერძისთვის მოვამზადეთ ჩვენ, რომელიც ძალიან უხდება ჩვენს თუშურ კერძებს, რადგან ასეთი მსუყე იყო, ეს ეხმარება, რომ უფრო ჩაწმინდოს და გაანეიტრალოს ეს გემოები. დავიწყოთ ახლა ხავიწის მომზადება. პირველ რიგში დაგჭირდება ერბო, ხაჭო და დანარჩენს უკვე მომზადების შემდეგ ეტაპობრივად ავხსნით ჩვენს მაყურებელს. ნატა, ჩაწოლილი რძე ახსენე შენ. ჩვენ კი ვიცით თუ შევა, მაგრამ მაყურებელს რო ავხსნათ. რატო ვეძახით ჩაწოლილი რძეს და როგორია ეს? ხო, მაყურებელს აუცილებლად ავხსნით ჩაწოლილი რძეს, ჩვენ ვამზადებთ ასეთნაირად, რამოდენიმე დღის, მაგალითად დილით მოწვერილი ძროხის რძე, შემდეგ საღამოს მოწველი და კიდე მეორე დღის დილით მოწველი რძე, ეს რძეები ემატება ერთმანეთს. ვდგავთ ოთახში, სადაც ძალიან არ ცხელა და ეს რძე ხდება ასეთი, თავისთავად იკვრება და წარმოიქმნება ასეთი მასა. ამას ვეძახით ჩვენ ჩაწოლილ რძეს. მაყურებელისთვის შეიძლება ეს ცნობილი იყოს როგორც ეგრეთ წოდებული მჟავერძეც. განმარტივად. მაყურებელს ვეტყვი, რომ ნებისმიერ მძიმე და ისეთი მსუყე კერძს ძალიან უხდება ჩაწოლილი რძე, ამიტომ ყველა შეუძლია სახლის პირობებში მარტივად მოამზადოს. გადავიდეთ ხავიწის მომზადებაზე. პირველ რიგში ვადგავთ ტაფას ცეცხლზე, ვუმატებთ შემდეგ ერბოს, როდესაც ერბო კარგად დადნება, ვამატებთ დავარგებულ ხაჭოს და ვიწყებთ მორებას.
ვურევთ ნელ-ნელა, როდესაც ხაჭო ერბოსთან ერთად გახდება ერთგვაროვანი მასა, ვუმატებთ ცოტაოდენ მარილს და ხვდებით, რომ კერძს ეყო და მზად არის უკვე დასაგემოვნებლად. სანამ რეზოძია დააგემოვნებს, აქვე მაყურებლებს ავუხსნით, რომ ვისაც არ აქვს გორდილა, შეუძლია მიირთვას პურთან ერთად, ნებისმიერ ტიპის პურთან ერთად. ჩვენ გვაქვს აქ ქუმელი, როგორც წეღან აღვნიშნეთ, მოხარული ქერისა და სიმინდის ფქვილი. მე ხა ცოტას რეზოძიას გავასინჯებ ამასთან ერთად, თუმცა ამის გარეშეც შეგვიძლია მიირთვათ ხავიცი და ეჭვი არავის შეეპაროს, რომ იქნება უგემრიელესი. აბა გასინჯე რეზოძია, სანამ რეზოძია გასინჯავს ბოლომდე ჩვენს ხავიცს, მე მოვამზადებ ჩაწოლილ რძეს, რადგან რეზოძიამ დააყოლოს და დააბალანსოს გემოები, სრულფასოვნად შეიგრძნოს ხავიცის არომატები. როგორც გითხარით, ჩაწოლილ რძეს არაფერი არ ჭირდება, ვამზადებთ როგორც აღვნიშნეთ, წეღან და ვუმატებთ მხოლოდ მცირედ მარილს. ამასობაში ჩვენი ჩაწოლილი რძეც მზად არის. და შეგვიძლია გავასინჯოთ რეზოძიას. მე განეიტრალა ერბოდა იფსუყე ხაჭო. ძალიან გემრიელია. ჩაწოლილი რძეს ფუნქციაც სწორედ ეგ იყო. ისე ხავიცი მარტო გორდილასთან კი არ იწვევა. სერიპური, შავი პური, ჩვეულებრივი პური ქუმელთან ერთად შეიძლება მიირთვათ. ძალიან გემრიელია. დღეს ჩვენი მასპინძელი იყო ნატა. ამ გადაცემის წამყვანად მომიწია მე ყოფნა. მადლობა მინდა გადაუხადო ტელევიზიას, რომ ჩამოვიდნენ და ჩვენი თუშური კერძები დავაგემოვნეთ და გავამზადეთ. მარტო ამით არ შემოიფარგლება ჩვენი თუშური კერძების სამზარეულო. განთქმულია ჩვენი ყავორმა, განთქმულია ყაღი. ასევე ჭინტაკში მოხარშული ყაღი ძალიან გემრიელი. ძალიან ბევრი თუშური სამზარეულო გვაქვს და შეგვიძლია მე მთაში რომ ამოგზანდებით, დანარჩენი გავაგზავნოთ და იქ დაგაგემოვნებინებთ ჩვენს თუშურ კერძებს. მადლობა, მიხარია რომ მე ვიყავი დღევანდელი გადაცემის თქვენი მასპინძელი. მიხარია რომ ამ კერძების მომზადების პატივი მე მხვდა წილად. რა თქმა უნდა, რთული იყო ამ პირობებში, თანამედროვე პირობებში ამ კერძების მაყურებლამდე ისე მიტანა, რომ შემენარჩუნებინა ისე ძველი ტრადიციული მეთოდები და გემოები, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ ეს შეძლების და გვარად მოვახერხეთ. ამიტომ დიდი მადლობა თქვენ და მიხარია კიდევ და კიდევ რომ დღეს მე ვიყავი თქვენი მასპინძელი.